Fikret, შვილო, შემოდი. ახალგაზრდებო შეიძლება? მამა ჩვენი ცხომ არის, არა? შემოდი. შემოდი ზეინებ, შემოდი. დასხედეთ. Ama. Çok şükür. Ginağamda garget. Az daha kaybediyorduk seni. Arts giyos nebo Fikret. Ase martivad ar dawnebdebi ხომ იცი? Bilmez mi? როგორ არა მამა, როგორ არა. ჩემო ზეინებ. დედა შენმა თქვა რომ ჩემი გულისთვის ის კაცი მიგიტოვებია. აი ასეთია ჩემი შვილი. სულ იმას ვამბობ, ჩემ ზეინებს გამორჩეულად ვუყვარვარ მეთქი. ჩხუბობთ ხოლმე, მაგრამ მამას შენთვის გულში განსაკუთრებული ადგილი აქვს. განსაკუთრებული შვილო. ბევრს ვლოცულობდი მამა. რომ შენი გაღვიძების ეს ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, რომ ხალხზე, ოჯახზე შენი შთაბეჭდილება შეცვლილიყო. იმედია ასეც იქნება. არ ვიცი რას მოგიყვნენ, მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა მამა. გავიგე. მითხრეს. ჩემ ფიქრეთს არასოდეს დაუტოვები ვარ. ოჯახს სულ იცავდა. ის ჰალილ იბრაჰიმი არ მოკვდა, მაგრამ ჩემმა ფიქრეთმა სიკვდილზე ცუდი რამ მოუმზადა. მამა, არ დაიღალო, დაისვენე. რომ გაიღვიძებ, მერე ვილაპარაკოთ, კარგი? ზეინებ. ჩემო ზეინებ. ის კაცი ხომ ჩემ გამო მიატოვე. მამა შენი ახლა ყველაფერს გაგიკეთებს. მაგალითად ასიეს მიატოვებ? როგორც გითხარი ფიქრეთ, დასვენება მჭირდება. წამოდი ზეინებ, წავიდეთ. კიდევ რაღაცებს მანიშნებ? ადამიანს ათასი რამ მოატყუეს. სიმართლის თქმის საშუალება უნდა მოგეცა. ერთხელ მაინც გაუხსწორებდა თვალს. ზეინებ ახლა ის უთხრეს რისი მოსმენაც უნდოდა. არ უნდათ ინერვიულოს. უნდა თუ არა რამდენიმე დღეში სიმართლის გაგება მოუწევს. ძალიან მაინტერესებს. ამ ტყუილის შემდეგ როგორ ეტყვიან? ზეინები ძალიან ბედნიერია თავის ქმართან. 5 შვილი ეყოლებათ. კარგი, გაჩუმდი. გაიგებს. მერთო ჩემო. მერთო. ასიე. გეფიცები თავიდან ძალიან ბრაზობდი. რიზვანი სახლში რომ წამოიყვანე, მაგრამ მართალი აღმოჩნდი. ნედიმე მაპატია რიზვანი კიდევ 2 თვე საავადმყოფოში რომ დარჩენილიყო, გონსას ესწრაფად ვერ მოვიდოდა. ნარგიზ დედა? ვისი დედა, ლევანტ? დედა შენიც და დედა ჩემიც, ძმაო. მერთო. ასე არ არის? აბარა, ველა ჩვენი შვილები ხართ. ხო, მოკლედ როცა რეზვანი მიხვდა რომ ერთის მხრივ დეიდა ასიე და მეორეს მხრივ დეიდა ნედიმე ვერ იყოფდნენ, გონს მოვიდა, გამოფხიზლდა. რომელმა მოატყუეთ მამა მაშინვე როგორც კი თვალი გაახილა. რას გულისხმობ შვილო? დედა ადამიანი ყველაფერს უკუღმაყვება. მით უმეტეს ისეთ რამეებს, რაც მე მეხება. ზეინებ, რთული პერიოდი გავიარეთ. ადამიანს მაშინვე გულმა რომ არ დაარტყას, რაღაცები არ ვუთხარით. მაგალითად ის რომ შენი ძმა დაჭრილია. მისი პრობლემა თუნჯაი ხომ არ გონიათ? ის არ არის. ის ატირებს რომ ვუთხარით თითქოს ქმარს დაშორდა. შენ უთხარი არა? გინდოდა უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილიყავი. ამაზე რთულ მდგომარეობაში როგორ უნდა აღმოჩნდე? ყოველღამე ადამიანს ეხუტები, რომელმაც მამა შენი მოკლა. შენთან ყოფნა უარესია. საკმარისია ასიე ჰანი. მორჩა, ცუდი ამბების დასამალად აუცილებელი არ არის ადამიანი მოატყუო. სიმართლეს რამდენიმე დღეში მაინც გაიგებს. იცოდეთ, პასუხს გაგებინებთ. რა სიზამს გაბრაზებული რიზვანი. იჯაჭღანებს, მერე მოვა და თავს აი აქ დამატებს.
ისევ ყბედობა დაიწყო. ყბედი. ხო, ყბედი მეძახე. ვიძია დურსუნ. გონი აჯობებს თუნჯაის ამბავი მამას შენ მოუყვე. მართალს ამბობ ფიქრეთ. შესაფერი სიტუაციაში მოუყვები. კარგი იქნება ერთმანეთს ორი მამა დაელაპარაკოს. და მე რა ვქნა ფიქრეთ? მესინბეი, თქვენ და დეი და ზურხა გამიხარდება თუ ასია ჰანიმს მთელს და ჯან მთელს დააბრუნებთ სახლში ვიდრე აქ რამე მომხდარა. საწამიყვანენ. ვითომ რატომ წავალ? ჩემი ქმარი ჯერ ფეხზე არ დამდგარა. ჯერ ადგეს მერე ჩემს პატარა ხელებზე ხელს ჩამკიდებს და სადაც უნდა იქ წამიყვანს. ასია, ფიქრეთი ასე იმიტომ ამბობს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ დაიძაბოს. რას ამბობ? ვინ ძაბავს? ყველამ ვიცით, რომ აქ ყველას შენ ძაბავდეი და ერთი შეხედე რას ამბობს. უმადურია არა მხოლოდ იმ სახლისადმისა და შევიდა თავისი სახლისადმიც. ლეილა, დას არ დაიმსგავსო. ასია ჰანიმ ჩემი და უმადური არც იმ ხალხის მიმართა, სადაც დაიბადა. არც ახლა სადაც ცხოვრობს, არ გვინდა, კარგი? ამას შეხედეთ, ოჩახ კარგია მომწონს. გამომხედე თამერ. ხედავ როგორ იცავს, შენი სიძე თავის ძოლს. სიძეს შეხედე. ხო, სიძესთან პრობლემა არ მაქვს, საუკეთესოა. ადამიანის შეფასების უფლება ვინ მოგცა? გულწრფელად გეტყვი დამლა. წყეული იყოს შენი ყველა ნათესავი. გაჩუმდი თავს ძლივს ვიკავებ. შეიძლება ავფეთქდე. ხოდა ნუ ვიკავებ. რა საჭიროა? იცი ასე დროს რას ვაკეთებ? რას? ელექტრობას მაშინვე ვამიწებ. მიყურე? დეიდა. რას გეუბნებოდი? გახსოვს რიзвანი თუ ფეხზე დადგებოდა რა პირობა დადე? თქვი რომ ვიცეკვებ. თქვი რომ იცეკვებდი? ლევენტ, ადეკი. რას აკეთებთ? ადეკით, ყველა ადეკით. მიდით, ნუ გეზარებათ. არა, მე რა შუაში ვარ. ადეკი. ფიქრეთი შიგნითა. ნედიმი არ მოდის ღვთის გულისთვის რამე გააკეთე. გონია მე დამიჯერებენ შვილო. წადი სამზარეულოში კარი დაკეტე. არავინ შემოვიდეს, მიდი. წავიდა. ცეკვავთ, არ გაჩერდეთ, მიდით. მიდით. წავიდა. ვერ ვიჯერებ. წავიდა. წავიდა. ამა სპეციალურად აკეთებს. აი ხომ გესმით? ფიქრეთ. მამა შენს უთხარი ეს ხალი თავის სახლში გაუშვას, თორემ რამეს გამომტყუებს. კიბიდან დავაგორებ. მე უფრო დიდი სიამოვნებით დავაგორებდი ნედიმე. ოღონდ ეს შენმა ქმარმა არ გაიგოს. ხომ იცი ასიის გამო არავის დაინდობს. აიშე, ვერ დაამშვიდე? თითქოს სპეციალურად აკეთებენ. ვერ ვაჩერებ. თქვენი ნებართვით ამ საგიჟეთიდან ჩემს სახლში წავალ. ელიფ ძვირფასო გონსთუმოვლენ შემატყობინე. მოვალ და მამას დაველაპარაკები. თუ დადგება ეგ დღე. შოთას ვატყვი წაგიყვანოს. ოჩახ, კარგად მოაგვარე. სახლში გაუშვი. ხო, ის კი არ უთხრა. მამა ჩვენი კარგად გახდა, სახლში დაეტიეო. ან ჩვენი ძმა ციხეშია და რამე, მოვიფიქროთო. არა, შოთამ წაიყვანოს. კარგი დედა, კარგი. ნახე ზეინება მაინც ყველაფერი გაიგო. ჩემს მაგივრად შენ ხომ თქვი არა? რას მიაღწიე? ვერაფერსაც ვერ მივაღწიე. ადრე ამ სახლში ყველაფერი ისე იყო, როგორც მე ვიტყოდი. ახლა ისე იქცევით, როგორც ხვები გეტყვიან. მარტო ჩემს სიტყვებს აღარ აქვს წონა. ასე არ შეიძლება დედა. აქამდე შენ მოგვიყვანე. კეთილი იყო შენი მოსვლა. გამარჯობა ძმაო. ამას გამოგართმევ ძმაო. კეთილი იყო შენი მოსვლა. ეს ბიჭი ჩემი ძმისშვილია. თუნჯაი ლეტო.
მისი ყოველი თხოვნა, ყველა სურვილი ჩემი ბრძანება, როგორც სიტყვი ძმაო. თუ რამე მოუვა, თქვენ დაგადანაშაულებთ, თავებს დაგაყრევინებთ, გასაგებია ძმაო. ვინმე მყავა მოამზადოს. კი ბატონო, ახლავე ძმაო. ორი ყავა და ჯექი ძმაო. შემოდი თუნჯაი. ძირფასო ძმაო, განყოფილებაში რომ ხალხი ცემე გასაგებია. მაგრამ პირდაპირ პროკურორის კაბინეტის წინ ილმაზე თავდასხმა რასაჭირო იყო. გინდა პირობითი სასჯელი შეგიცვალონ? ზუსტად ასია ძმაო. მიხვდი, რაც გულისხმობ. სწორედ ამიტომ მოგიწვია. უნდა გითხრას, რომ ილმას თუ არ მოკლავს, არაფერი გამოვა. მერე? და ოღუზმა მოძებნოს გზა, რომ ციხეში გამიშვასო. კარგი ვთქვათ, ოღუზმა მოიფიქრა, როგორ გაუშვას ციხეში, მაგრამ მერე იქიდან როგორ გამოიყვანს. ძმაო, შიგნით შემიშვი, დანარჩენს მე მივხედავ. ძმაო, იმ ტყვიებში შენ რომ გესვლიან ციანიდია და გონება მოგეწამლა რა, უფრო და უფრო გიждები. რა ვქნა, რა სიჭერდი საავადო მყოფოში. უნდა მოგეკლა. ჩემთან ერთად ლეჯანი იყო, როგორ მოკლავდი და ჩემი ვრალია ოღუს. კარგი გაჩუმდი, ღვთის გულისათვის. მე ხომ პროკურორი არ ვარ. იქ როგორ გაგიშვებ? ძმაო, რამე დანაშაულს ჩავიდენ. მაინც როგორი დანაშაული გირჩევნია, რომ დაგეხმარო. ილმასთან შეხვედრა დამიგეგმე და ციხეში თვითონ წავალ. რომელი საათია? არ ვიცი. საათი არ მაქვს. დაახლოებით? დაახლოებით მეტისმეტად გვიანია ბევრი რამისთვის. მაინც რისთვის? შენ რაც გეხება გვიანი არასოდესაა. ხალილ იბრაჰიმ, რას აკეთებ? დაჭრილი ხარ. გაჭერდი. გეყოფა. რას აკეთებ? გაგიჟდი? ოპერაცია ახლა გაგიკეთეს. როგორ შეიძლება? ჩემი პირველი ოპერაცია ხომ არ არის, სავარაუდოდ არც უკანასკნელი იქნება. დამცვი ბოლოს და ბოლოს. აქამდე ისე მოვედით, არავის შეუმჩნევიათ. შევნიშნე. გარკვეული დროით შეიძლება ცალ-ცალკე ყოფნა მოგვიწიოს. არ შეგეშინდეს. დავბრუნდები. ცალ-ცალკე ვიყოთ? ეს რას ნიშნავს? გონი ჯობს კითხვა არ დასვა. მაგრამ ამაღამ მაინც. მაგრამ ჯამეთ, ხორცი წაიღეთ.
ილმაზ ბეი ჩვენ საკანშია. რა ბედნიერება. მიდი ჩაი მომიტანე შვილო. ხორციც აგეღო. გებრიელად მიირთვი ძმაო. შეგერგოს. ილმაზ ბეი, თქვენთან სტუმარია. ვინმე უნდა მოსულიყო ძმაო? ვინმე ისეთი რომ იყოს, ვისაც ველით გვეწოდინებოდა თუნჯაი. წავალ და ვნახავ. მიდი, ჯამეთ. კეთილ საქმეზე მოხვედი, ჰალილ იბრაჰიმ. აქ რა გინდა? შენს მოსაკლავად მოვედი. და ამას როგორ გააკეთებ? მზერით? ილმაზ. მოემზადე. შენთან მოვალ. შენ საკანში შემოვალ. და იქ მოგკლავ. ჩვეულებრივ გარემოებებში გეტყოდი რომ ტელეფონები ისმინება, მაგრამ ისეთი არანორმალური ხარ, შენ სიტყვებს სერიოზულად არავინ მიიღებს. არა და არ ღირს ილმას. არ ღირს. ჩემი სიტყვები სერიოზულად უნდა მიიღო. ზუსტად ამაზე გავჩერდით, არა? შენ არავინ ხარ. უნდა მომეკალი. შევცდი. სერიოზულად შევცდი. ბევრი ვილაპარაკე, ვიდრე შესაძლებლობა მქონდა, იქამდე უნდა მომეკალი. სულ მაგას გეუბნები, მეტის მეტად ბევრს ლაპარაკობ. იჯექი, სადაც ზიხარ, ჯერ არ დამიმთავრებია. რას აკეთებს? მოიცადეთ. ეს უნდა ვნახო, მოიცადეთ. გაუშვი, დაიშალეთ. გაუშვი, მოშორდი. ხელი გაუშვი. იარე, მიდი, გაიარე. წამოდი. ერთი კვირის შემდეგ. გონიერი ადამიანი ასე არ მოიქცევდა. თამაშებული არასდროს ყოფილა. მაგრამ გონი ახლა გაგიჟდა. გონი წინა დღეს ხელში ამიყვანა და საწოლში ისე წამიყვანა. ყველაზე ლამაზი სიტყვები მითხრა. მე თქვა შეიძლება გარკვეული პერიოდი ცალ-ცალკე მოგვიწიოს ყოფნაო. როცა გამარტება ვთხოვე მაგოცა. მერე ზეინებ. მეორე დილით როცა გავიღვიძე, ჩემ გვერდით კი არა, უკვე ციხეში იყო. ნეტევრაზე ელაპარაკებოდა ილმას, რომ აქამდე მივიდა. მე რა ვიცი ელიფ. დილას მეთაურთან ვიყავი. მითხრეს რომ დიდხანს არ გააჩერებენ. იმედია ხალილ იბრაჰიმი იქ რამეს კიდევ არ მოიფიქრებს. იმედია. ზეინებ. გისმენ მამიდა. მამა შენი გეძახის. დედამ ყველაფერი უთხრა. გოჯლობდა და ბრაზისგან დაავიწყდა. აშკარად რაღაც უთხრეს, მაგრამ კონკრეტულად რა ღმერთმა იცის. ახლა ვეგავიგებთ. დედა, ახლა რა მოხდება? არ ვიცი შვილო, წარმოდგენა არ მაქვს რა უთხრეს. მამა, ერთადერთი რამის გაკეთება შეიძლებოდა პოლიციისთვის ჩაბარება. ფიქრეთ. გენდე. უნდა გრცხვენოდეს. ფიქრეთ. შენი ხელით წაიყვანე ძმა და პოლიციაში ჩააბარე, არა? ეს იმ დროს, როცა
ჩვენს გარემოცვას ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია. შენი ძმა თვითონ გაანადგურე? მამა, ღვთისგულისათვის. მამა, ფიქრეთმა თუნჯაი კი არ გაანადგურა. უფროსი ძმასავით მოიქცა. დანაშაული მის ჩაიდინა, პასუხიც უნდა აგოს. ასე თქვა და სწორად მოიქცა. ყველაფერი ზეინების დამსახურებაა, მამა. თუ სიმართლეს ვამბობთ, ესეც უნდა ვთქვათ. ფიქრეთ ზეინებმა იძულა. მოგედე და დაჯექი. კიდევ რამე არ ვიცი ამ სახლზე, ნედიმე. ყველაფერი მითხარი. არაფერი, რიзвანბეი. კიდევ რა? მეტი არაფერი. ჩემი ქალიშვილი არაა, მაგრამ ამ სახლზე კიდევ რაღაც უნდა გაიგო, რიзвან. იგრე ამ სახლის საქმეებში არ ჩაერიო. შენ გაჩუმდი. და რა ხდება ასიე? შენი ქალიშვილი. რომელი ქალიშვილი? ის არა ჩემთან რომ მყავს. ის ქმართანაა, როგორც შენ ubრძანე. ჩემზე ამბობს მამა. ხო, მასზე ვამბობ. ერთი კვირაა მინდა გითხრა, მაგრამ ყველა გატყუებდა. და პირობა დამადებინეს. მითხრეს, არ ჩავრეულიყავი და თვითონ გეტყოდნენ. მაგრამ რადგან საუბარი დაიწყეთ, ბარემ მამასაც გეტყვი. მე ხალილ იბრაჰიმთან ვარ. ის ჩემი ქმარია. შენი ქმარი ციხეშია, შვილო. ჯერჯერობით დედა, მე არ მინდოდა მეთქვა რიзвან. ადრე იქნება თუ გვიან ილმაზი ხალილ იბრაჰიმს მოკლავს. არაფერი გითხარი, შვილთან ურთიერთობა რომ არ გაგუჭებოდა. ერთმანეთის წინააღმდეგ ნუ განგვაწყობ ასიე. ვინ მისგან აწყობს? ხალილ იბრაჰიმი ჩემი ქმარია. რომ მოკვდეს ან ციხეში აღმოჩნდეს, მაინც ჩემი ქმარი იქნება. მამა შენს თუ ესროლა? მაინც შენი ქმარია, არა? ასია, მამა. ზეინებ, რიзвანბეი, გამიშვი. მომისმინე. იმ კაცს ქმარს რომ ეძახი, ამ სახლიდან მხოლოდ შენი ცხედრის გატანა შეეძლება. ამ სახლიდან არ გახვალ. რიзвანბეი, გთხოვ. თამერ, წაიყვანე აქედან. რიзвანბეი, ოთახში ჩაკეტე. დერეფანშიც თუ კი გამოვა, ჩავთვლი რომ შენი ბრალია. მიდი. ადექი. ადექი, მიდი. დაჯექი. ხალილ იბრაჰიმ, ჩაის კიდევ ხომ არ დალევ? სიამოვნები ძმაო. მოსასალმებლად მოვედი. სტუმრებს იღებ, ხალილ იბრაჰიმ? უკვე ერთი კვირაა შენნაირ სტუმარს ველი ილმას. მობრძანდი. ბატონებო, თქვენ ეზოში გადით. ძმაო ხალილ იბრაჰიმ, ძმაო, ეს თქვენი პრობლემა არ არის. გადით.
Çok yorulmadın hiç. იმედია ძალიან არ დაიღალე. ჩემი ჯერია. Kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına, yaslan be İbrahim, kırcık saçlarına. Kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına, yaslan be İbrahim. Derede su durur, dal köprüler kurulur. Derede su durur, dallar köprüler. დაიშალეთ. მოშორდი. Aslan be Halil İbrahim, aslan be Halil İbrahim. Kıvırcık saçlarına, kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına, yaslan be Halil İbrahim. Kıvırcık ჰალილ იბრაჰიმ, კეთილი იყოს შენი მოსვლა, ლომო. კეთილი იყოს შენი მოსვლა. გაჩუმდით. კეთილი იყოს ჰალილ იბრაჰიმ. შიგნით შედით, გაჩუმდით. ჰალილ იბრაჰიმ, ლომო. გაჩუმდით. შედი, შიგნით შედი. ჰალილ იბრაჰიმ, კეთილი იყოს შენი მოსვლა. კარს მოშორდი და შიგნით შედი. ჰალილ იბრაჰიმ, კეთილი იყოს შენი მოსვლა. შედით, ნუ ხმაურობთ. გახსენი. ჰალილ იბრაჰიმ, ლომო. გაჩუმდით. შედი. Dağda kızıl ot biter, içinde keklik öter. Dağda kızıl ot biter, içinde keklik öter. Eşkıyadan da beter, uslan be Halil İbrahim, uslan be Halil İbrahim. Kıvırcık saçlarına, kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına, yaslan be Halil İbrahim. Kıvırcık saçlarına, kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına.
ხედავთ, ჩვენ მას წესიერ ჰალილ იბრაჰიმს ვეძახით, ხალხი კი ლომ ჰალილ იბრაჰიმს. წამოდი, საავადმყოფოში მივდივართ. ჰალილ იბრაჰიმმა ილმას ერთი ადგილიც არ დაუტოვა. გადარჩენის ნაკლები შანსია, მაგრამ საავადმყოფოში მაინც მიხავთ. ხოჩა ჰალილ იბრაჰიმ. ნუ თუ მამა თქვენმა არ გაიგონოს ფიქრეთ ბეი. მამა ჩემმა? გაიგონოს შოთა. ყველამ მოისმინოს. დედაჩემაც მოისმინოს და მამაჩემმაც. ყველა მიხვდება რომ არასწორ მხარეს დგანან. ამიერიდან აქედან გამომდინარე ვიმოქმედებ. ფიქრეთ ბეი, იქნებ თქვენს დას დაელაპარაკოთ. იქნებ მან თქვენგან გაიგოს თორემ ასიეჰანი მოვა და ეტყვის რომ ილმაზმა ჰალილ იბრაჰიმს ესროლა და გოგო განერვილდება. მართალი ხარ. ვინ ეტყვის? ასიე ეტყვის. წავალ ზეინებს დაველაპარაკები. ღაბა მოგიდუღო საყვარელო. მომიდუღე სიამოვნებით დავლე. ზეინებს ვნახავ და მოვალ. რა გიხარია ფიქრეთ? მოვალ და გეტყვი. რადგან ასე მიიჩქარის ალბათ საქმე ჰალილ იბრაჰიმს და ზეინებს ეხება. სხვა რა უნდა იყოს? მათთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ სიამოვნება რატომ უნდა მოგვაროს დედა. თუ რა თქმა უნდა არ მოკვდა. ეს დღეს დადგება შვილო. ეს დღეს დადგება, მერე ყავას სიამოვნებით ჩვენც დავლებთ. მამა როგორ მინდა ეს ინფორმაცია ზეინებს მევაცნობო. აცნობებ. ძმაო, ჰალილ იბრაჰიმს ხომ არაფერი მოსვლია? ზეინებ ჰალილ იბრაჰიმს რომ რამე მოსულო და შენთვის კარგი ამბავი მაქვს უნდა კი ასე გეტყოდი? ასეთ ამბავს ქვემოთ რამდენიმე ადამიანი ელოდება. ის ადამიანი არ ვარ, ვისაც ვინმეს სიკვდილი უხარია, ძმაო. მაგრამ მინდა ქვემოთ ჩავიდე და მათ სახეში შევხედო. წამოდი. მე ხომ ოთახიდან გამოსვლა აკრძალული მაქვს. ზეინებ, გონიერი ადამიანი შენ არაფერს აგიკრძალავს, მაგრამ ქვემოთ გონიერი ადამიანი არავინაა. წამოდი, მათ სახეში შეხედე. წამოდი, ცოტა სიამოვნება მივიღოთ. დაილოცო შენი ხელები. შეგერგოს ძვირფასო. რადგან გადაწყვიტე რომ მისი სახე დაგვანახო, ესე იგი ჰალილ იბრაჰიმი ციხიდან გამოვიდა. არა. ციხიდან ილმაზი გამოვიდა. როგორ გამოვიდა? სასწრაფო დახმარების მანქანით. შვილო, წესიერად მოყევი. ილმაზმა 5 ადამიანი დაიქირავა და ჰალილ იბრაჰიმს თავს დაესხნენ. რა თქმა უნდა, ჰალილ იბრაჰიმი 5-ვეს საკადრისად გაუსწორდა. ილმაზი კი სიკვდილის პირას მიიყვანა. თუნჯაი. არა დედა, თუნჯაი არა. რაც უნდა მომხდარიყო, თუნჯაი ილმაზს არ გაყვებოდა. ძმა ილმაზი მოკვდა? არ მომკვდარა, ჯერჯერობით. სიცოცხლისთვის იბრძვის. არ მესმის ასეთი ბედნიერი რატომ ხარ? ბედნიერი რატომ ვარ? ხო. ყველაფერი რაც დაგვემართა, ილმაზის გამო დაგვემართა. მან კი ნაღამ ზეინები მოკლა. მეტი რა გინდა? რა მინდა? ვერ ხედავ სახსალამათი ზის. ბედნიერი იყავი, მაგრამ დღეს რატომ ხარ ბედნიერი ვერ ხვდები? რატომ გიხარია იმ კაცის წარმატება, რომელმაც მამა შენს ესროლა? შეიძლება იფიქრო, რომ მისი პარტნიორები ხართ. ჩვენ ისედაც პარტნიორები ვართ, ასიეჰანი. რას ამბობ ფიქრეთ? ჩვენ საერთო მტრები გვყავს დედა. მაგალითად პარტნიორები ვართ ილმაზის წინააღმდეგ. ჰალილ იბრაჰიმი ჩემი მტერიც არის ფიქრეთ. ამ საკითხშიც პარტნიორები ვართ? შენ ჩემი მტერი არ ხარ, შენ მამა ჩემი ხარ. მამა ჩემი რომ არ იყო, ამ საკითხშიც პარტნიორები ვიქნებოდით. თქვენი ნებართვით. საით ზეინებ, ეს თემა ყველაზე მეტად შენ გეხება. არაფერს იტყვი? არა, აქ თქვენი სახეების დასანახად მოვედი, როცა ამ ინფორმაციას მოისმენდით. დავინახე კიდეც. ეს ბედნიერი განცდა ჰალილ იბრაჰიმის გამოსვლამდე გამყვება. ჰალილ იბრაჰიმი რომ გამოვა რა იქნება? რა იქნება?
შენს ადგილას იმ საწოლს დავუბრუნდებოდი, საიდანაც ადექი. მამას როგორ ელაპარაკები? თამერ, ენა სამო გაძრობ და ძაღლებს გადავუგდებ. ძმაო, ვერ ხედავ? მამას როგორ ელაპარაკება? დაჯექი. როცა ისინი ჩიხში შედიან, უკან არაფერზე იხევენ. ამიტომ ნუ ფიქრობთ, რომ რამის შანსი გაქვთ. ამას ნუ ფიქრობთ. ფიქრეთ ღვთის გულისთვის რას ამბობ? ასე ლაპარაკი შეიძლება? დედა, ჰალილ იბრაჰიმი დღეს იქნება თუ ხვალ ციხიდან გამოვა. გამოვა თუ არა, პირველ რიგში თავის ცოლს წაიყვანს. კაც სანამ ეტყვით, რომ ცოლს არ გაატანთ, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ. ამას მეგეუბნებით. მოვიდეს. მე ვნახავთ სასწრაფო დახმარება ვის დასჭირდება ფიქრეთ. ვნახავთ, მამა. აიშე, დაილოცო შენი ხელები. ყავა ძალიან გემრიელია. შეგერგოს საყვარელო. ამას უყურე. თურან, წავედით. ვისროლოთ, ადექი, წამოდი. რისთვის? როგორ ტურისთვის? იმისთვის, რომ ჰალილ იბრაჰიმა გაიგონოს თუ როგორ ხარობთ. ოსმან ადრე მტრები არ ვყავდა. უსაქმრობის ნიადაგზე ჰაერში ვისროდით. სისულელეს ნუ ამბობ, მიდი, სხვა რამით გაერთე. სხვანაირი გართობა არ მეხერხება თურან. წამოდი, ნუ ჯიუტობ, ვისროლოთ. ოსმან გაჩერდი, წამოდი ძმაო. ოსმან გეყოფა, დროა სხვა რამით გართობა ისწავლო. საავადმყოფოში ბიჭებისთვის ხომ არ დაგვერეკა? ილმაზი თუ მოკვდება შეგვეტყობინონ. რა სიტყვით? იმედია მისი სიკვდილის ამბავს შეგვეტყობინებენ. ის თუ არ მოკვდება ხალხისთვის ზიანის მიყენებას ისევ გააგრძელებს. ეს როგორც მამუზაფერ. დავუშვათ, არ მოკვდა. ციხეში მაინც არ მოხვდება? რიზვანი ციხეში მოხვდა? იტყვის რომ დაჭრილია, ცუდად არის. რამე მიზეს იპოვის და გამოვა. ჰალილ იბრაჰიმმა ადამიანს ხომ ესროლა? ციხიდან როგორ გამოვა? მაგრამ ჰალილ იბრაჰიმს ილმაზი დაესხა თავს. ეს ხომ თავდაცვაა? სხვა შემთხვევაში ჰალილ იბრაჰიმი ერთი კვირა რატომ დაელოდებოდა ჯეილან? თავს დაესხა და თავი ხომ უნდა დაეცვა? იქნებ ბავშვის თანდასწრებით ასეთ რამეებზე არ გველაპარაკა ოსმან. ვერ ხედავ გვისმენს. ილაპარაკონ დედა ფატმა, მაინტერესებს. სწორედ ამას ვამბობ საყვარელო. ასეთი ამბების მოსასმენად პატარა ხარ. წამოდი ძილის დროა. დაო, ადექი. ძილინებისა. ხამე მშვიდობისა. ჩუმად რატომ ხარ დერვიში? უკეთეს იქნებოდა საქმე დაუსრულებელი არ დარჩენილიყო იოსო. ეს საავადმყოფო ნერვებს მიშლის. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ მდგომარეობა კრიტიკულია. კარგი. ეკინო, ეს ადამიანი ძალიან საშიშია, მინდა ეს ყველა მიცოდეს, ვინც პალატაში შემოვა. პალატასთან 24 საათიანი დაცვა იქნება. თუ რამე მოხდება, მათ დაუძახეთ. რა თქმა უნდა. მეგობრებო, ვიცი ასე ლაპარაკი მიუღებელია, მაგრამ სამწუხაროდ ილმაზ მარტენი გადარჩა. ჩვენი დავალება იქ გავუშვათ, სადაც მისი ადგილია. როგორც კი გამოჯანმრთელდება, მას აქ თუ რამე დაემართა, პასუხისმგებლები ჩვენ ვიქნებით. ალიჯან, ექსპერტი აქ დარჩეს. სრულებზე პასუხისმგებელი ის იყოს. ფინარის ხალხი აქ აუცილებლად მოვა. მზად იყავით. როგორც იტყვით, ბატონო. იუნუს, საწოლზე მეორე ხელითაც მიაბი, კარგი? რეანიმაციაში უფროსო? იუნის, ამ ნაძირალამ ჩემი და ლეიტენანტის მოკვლა სცადა. 6 ადამიანთან ერთად არასწორად არ გაიგო, მაგრამ ეს პირადი თემა არ არის. ეს ადამიანი სახელმწიფოს უნიფორმას და მსგავს რამეებს არ ცნობს. ამიტომ ყველა ყურადღებით იქნებით, გასაგებია? გასაგებია, უფროსო. კარგი, დროებით. ჩემს ძმას ველაპარაკე რიზვანბეი. მითხრა, რიზვანი ყველაფერში მართალია. ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ამიერიდან ყველაფერი ისე იქნება, როგორც რიზვანი იტყვისო. შენი ძმა ჭკვიანი კაცია, ნედიმე. ასია.
მან ჩემი სიკვდილით ითამაშა, მაგრამ არ მოვკვდი. ღმერთმა არქნას. რა თქმა უნდა, ახლა ისე იქნება, როგორც რეზვანი იტყვის. ღმერთმა შენი თავი არ მოგვიშალოს. ჰაკანი ამბობს, რომ ძმასთან კავშირი არ აქვს. შენ უკეთ იცი ეს სიმართლეა თუ არა? რადგან ამბობს, რომ კავშირში არ არის, ესე იგი ასიანედიმე. ჰაკანი კარგი ბიჭია. ილმასთან რა საქმე უნდა გქონდეს? მეც ასე მგონია. შვილო? სიძე? ყველაფერი წარსულში დარჩეს. როგორ ხარ შვილო? როგორ ხარ? მეც კარგად. ნედიმე, მარტო დაგვტოვე. კარგი? რა თქმა უნდა. მოდი, ხელი მოგიდე. კარგი, კარგი. ფრთხილად. ოჩახ, მიდი. კარგად ხარ ძმაო? კარგად ვარ, კარგად. რომ დაგინახე, უკეთ გავხდი. გაიხარე. ამ ჰაკანს ძმასთან არაფერი აკავშირებს არა ელიფ? თავიდან მეც ასე მეგონა. მაგრამ როცა მისი ძმა მოვიდა, მის წინააღმდეგ იყო. ასე იმიტომ იქცევა, რომ ხალილ იბრაჰიმის სიკვდილის მერე ჩემზე დაქორწინდეს. ღმერთმა დაიფაროს, რა თქმა უნდა, სახლში სწორედ ამ მიზეზით გამომკეტეს. გონია მამა ჩემისთვის მნიშვნელოვანია, სად ვიქნები? ვფიქრობ, სინდისის გენჯნა აწუხებს. ჩემს ოჯახს სინდისი არა აქვს. მხოლოდ ანგარება. Aferin lan Hakan. Halana bile. ოჩახ, ჰაკან. Numaranı. მამიდა შენმაც კი დაიჯერა შენი თამაში. Onun ამბობს, რომ ილმასთან არაფერი გაკავშირებს. მასთან არაფერი მაკავშირებს იძე. გაჩუმდი. baban მამა შენს ველაპარაკე. şimdi ახლა ყურადღებით მომისმინე. baban მამა შენი აქ ჯგუფს გამოგზავნის. verecek. Çünkü იმიტომ რომ ჩემები ფიქრეთის მიმართ ლოიალურები იქნებიან. სისუსტეს გამოავლენენ. fikri ყველას ჩემთან ექნება საქმე. zaten ნესრეთთან ერთად herkes ძმას bana საავადმყოფოდან გაიტაცებ. sen Nusret'le abine ეს შენ უნდა დააორგანიზო. Adam yoğun კაცი რეანიმაციაშია, ამას როგორ შევძლებ? gözünü açmadı. მას ჯერ თვალიც არ გაუხელია. ეს მისთვის ძალიან საშიშია. ძალიან საშიში მაშინ იქნება, როცა ის თვალს გაახელს აკან. მას არც საავადმყოფოში აცოცხლებენ და de yaşatır. არც ციხეში. Ne de ჰალილ იბრაჰიმი და მისი ხალხი yoğun რეანიმაციის პალატაში მოკლავენ. Halil İbrahim ve adamlar გახსოვდეს, onu მისი იქ ყოფნა ძალიან საშიშია. Kapıda jandarma გართან პოლიცია დგას. senin o kendi ეგ შენი საკუთარ თავზე შეყვარებული ძმა თუ პოლიციის უფროსს ესვრის, პოლიციელებიც ხომ დახუჭავენ თვალს bazı ზოგიერთ რამეზე. ასე არ არის? görmezden gelir. Öyle değil mi? აბა დაფიქრდი. abim söylemiş. ჩემმა ძმამ თქვა, რომ ისინი ჰალილ იბრაჰიმთან შეკრულები arიან. Tamam. კარგი, Ben ნუსრეთთან ერთად რამეს მოვიფიქრებ. Benim bu durumda შენ გარდა ამის შესახებ ვინმე მიცის? senden başka kimsenin haberi var mı? Kimsenin არავინ არაფერი იცის. olmaz. არც უნდა გაიგონ. Şimdilik. ამჯერად. Tamam. კარგი? რაღაც ვერ გავიგე დანურ. რა მოხდა? ზეინებს ხელფეხი შეუკრეს? ფეხზე ბორკილი დაადეს? ამბობ, რომ სახლიდან გასვლის ნებას არ აძლევენო. უკვე ერთი კვირა გავიდა. ნუ თუ სახლიდან გამოსვლის შანსი არ მიეცა. იმ ხალხს არ იცნობ, ჯეილან. ზეინებს ტელეფონით ყოფილდღე ვესაუბრები. მას ძმა ყავს თამერი, ნაძირალა. ეგ მეც დამიყენეს დარაჯად. კარგი, თუ ტელეფონით ყოველდღე ელაპარაკები, უთხარი, რომ პოლიციაში დარეგოს. განაცხადოს, რომ იქ იძულებით აკავებენ. ზეინებმა მითხრა, რომ ჩემი სახლი, ჩემი ბუდი აქ არისო, ამას ამიტომ ვამბობ. დღეს ზეინებს შევუვლი ოსმანს და თურანს გავიყოლებ. თუ პრობლემა შეგვექმნა, ბიჭებს ვეტყვი. გოგოს ამოვიყვანთ და დავბრუნდებით. ჩემი აზრით, რადგან ხალილ იბრაჰიმი არ არის, ზეინებიც ამიტომ არ მოდის. რომ უნდადეს მოვიდოდა. ბიჭებს პრობლემა არ შეუქმნა იქ წაყვანით. ვის უქმნი პრობლემას?
ვუთხარი ზეინებთან წავალ და ოსმანს და თურანს გავიყოლებ მეთქი. მითხრე ბიჭებს შარში ნუ გახვევო. ზეინებს რომ უნდადეს მოვიდოდაო. ზეინებზე ჩაიციკლა. საინტერესოა ვინ ვიზია ჩაციკლული. ედან ორმე არავიზე ჩაციკლული არ ვარ. ჩემი რეაქცია თავდაცვით იყო გამოწვეული. მას სხვა მიზანი აქვს. რა მიზანი? ხალილ იბრაჰიმზეა ჩაციკლული. კარგი რას ამბობ. კაცი შეყვარებულია, თანაც დაქორწინებული. ვერ ხედავს? მერე რა? ერთ ადამიანს მეორე ადამიანი რომ შეუყვარდეს, ეს დაბრკოლება არ არის. გონი, გოგოს ცილს წამებ. თუ რამეს განიცდის, მადლიერების გამო განიცდის. კარგი, მერე არ თქვა რომ არ გაგაფრთხილე. ზუსტად არ ვიცით ელენთა ამოკვეთეს თუ თირკმელი. ამბობენ რეანიმაციაში წევს საწოლზე მიბმული. პალატასთან უამრავი პოლიციელი დგას. ჩვენების თქმით, ექთნების და სანიტრების შესვლა-გამოსვლასაც კი აკონტროლებენ. შეუძლებელია მასთან ვინმე ნიღბით შევიდეს და რა მიავნოს. ძმაო იუსუფ, პოლიცია საქმეს გამუდმებით ჩიხში ტოვებს. როცა ილმაზი ჰალილ იბრაჰიმის პალატაში მშვიდად შევიდა, მაშინ სად იყვნენ? ოსმან, იქ არც ჩვენ ვიყავით. შეწყვიტე ყოველ წუთას ამ სირცხვილის გახსენება. დღეს ჰალილ იბრაჰიმთან წავალ. ისენ ურაფერს ვიზამთ მას რომ არ ვკითხოთ. თუ მაინც რამეს ვაპირებთ, დაველოდოთ რეანიმაციიდან როდის გამოწერენ. მოდით, სუფრასთან დასხედით. მოდით. აბა, სევდა სად არის? საუზმენზე ისევ დაიწყებთ, ამან იმას ესროლოს, იმან ამას. გოგოს ამიტომ ვუთხარი რომ ცალკე ესაუზმად. ჰალილ იბრაჰიმს ხომ გოგოს თვალწინ ესროლეს ფატმა. მესმის რომ სიფრთხილეს ავლენ, მაგრამ გოგო მამაზე უარესი რა უნდა ნახოს. ის ძალიან პატარაა მერვე, მსგავსი ამბების მოწმე არ უნდა გახდეს. ოსმან, თურან, დღეს დაკავებული ხართ? რამე საქმე გვაქვს თურან? არ ვიცი, დღიურს გადავხედავ. რა დღიურს თურან? არანაირი საქმე არ გვაქვს, ამას ვამბობ. ვიძია ჰალილ იბრაჰიმის ნახვას აპირებს. ჩვენ არაფერი საქმე არ გვაქვს. ამ სიტკის და ჯემალს საქმე არასდროს აქვთ. შემსვლელ გამოსვლელსაც კი არ აკონტროლებენ. კარგი რა, ოსმან, გეყოფა ჩვენი დამცირება. რატომ არ გვეშვები? მადლობა მითხარით, მიწის ქვეშ რომ არ ჩაგაწვრინეთ. მეტი რა გინდათ? ვამცირებ თურმე. ედანურ, გავაკეთოთ რაც საჭიროა. ძმა ოსმანი და ძმა თურანი კართან დადგნენ. მართალია ძმა ოსმანი ცოტა დაკავებულია. პარკში მუშაობს, საქანელაზე ქანაობა უწევს. რაღაცინებს, ეს სიმართლეა, თურან. საქანელი თობოლი ბავშვი ვაქანავეთ. ეს საჭორაო თემაა? სიტკი ეფენდი. შენგან ამ სამყაროს არანაირი ხეერი არ აქვს. ხის ჭრის მეტი არაფერი გეხერხება. ოსმან, ცდილობს სევდას თავი შეაყვარო, რათა მერე მისმა დამ შეგიყვაროს? ღმერთო ჩემო. იცი რა, საერთოდ არ მაინტერესებს ვის ვუყვარ ვარ და ვის არა თურან. რა მოხდა? ხის მჭრელებს შეეკარი? დამცინი? რწყვენოდეს. სიმართლე გითხრა, მე და მეტყევეები იქ ვდგავართ, სადაც ვიდექით. მაგრამ გვაინტერესებს შენ ვინმე ხომარი არ შიყები. ეგ არავის საქმე არ არის. შენ ვინ გეკითხება თურან? სემა. ამას დაშორდი, სულ ჭორაობს, თქვენი ქორწილის ორგანიზებაც კი ვერ შეძლო. კარგი, ოსმანს ვერფასო დავფიქრდები. საყვარელო?